მიტოვებული, დადუმებული ტაძრების აღდგენა, მათთვის სიცოცხლის დაბრუნება, ჩვენი მრევლის სულების აღდგენის საწინრად უნდა იქცეს. ბრძანებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიუშვილი. სწორედ მისი მღვდელმთავრული მზრუნველობით, ადგილობრივი სამღვდელოებისა და მრევლის გარჯით, ეპარქიაში არაერთმა ტაძარმა დაიბრუნა ძველი დიდება. დღევანდელი გადაცემა არაგვის ხეობის მშვენებას ანანურს დაეთმობა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და შემოგვინახა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული. ანანური საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კილომეტრის დაშორებით, არაგვის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იქ, სადაც მდინარეს ერთვის ვეცდახევი, წამოზიდულია მაღალი მთიდან დაშვებული კონცხი, რომელზედაც აღმართულია ძლავრი ციხესიმაგრე. ანანური ძლიერ ფეოდალთა არაგვის ერისთავთა ციხესიმაგრე გახლდათ. აქ იყო არაგვის საერისთავოს კვანძი, სადაც თავსიყრი და ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან თერგისა და არაგვის ხეობებით და მეორეს მხრივ ქართლის შიდა ტერიტორიიდან დუშეთის გამოვლით მომავალი მთავარი გზები. ანანურის ციხესიმაგრე აგებულია 1660-1666 წლებში არაგვის ერისთავთა ოთარისა და რევაზის მიერ. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ანანურის ციხესიმაგრე მრავალი ბრძოლის მომსწრეა, რისი კვალიც უხვად ატყვია ციხე გალავანს. ანსამბლი ძირითადად ზედა და ქვედა ციხეებისგან შედგება. ამათგან მთავარს ზედა ციხე ციტადელი წარმოადგენს, რომელიც შედარებით უკეთ არის შემონახული, ქვედა კი მცირე ფრაგმენტებით არის წარმოდგენილი. შემდეგ აუგიათ წმინდა პანტელეიმონის სახელობის მცირე ეკლესია, კურნავა წოდებული. ამის შემდეგ დასავლეთით აღმართავთ მაცხოვრის გუმბათოვანი ტაძარი. მოგვიანებით აქ არსებული ნაგებობების ირგვლივ აუშენებიათ ციხესიმაგრე. შემდგომში აუგიათ უკვე დიდგუმბათიანი ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და მის თანამედროვე ქვის სამრეკლოც. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. აქ დაცული წარწერის მიხედვით 1689 წელს აუგია არაგვის ერისთავის შვილს, დივანბეგ ბარძიმს. ტაძრის მშენებლად წარწერაში იხსენიება ვინმე ქაიხოსრო ბახსარაშვილი. 1753 წელს კახეთის მეფე თეიმურას მეორემ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა. 1803-1821 წლებში კი მაზრის ცენტრი გახლდათ. ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 10 წლების განმავლობაში მოკლებული იყო ღვთისმსახურებას. მისი ახალი კურთხევა და ამოქმედება მოხდა 1988 წელს, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის ზოსიმის ლოცვა-კურთხევით. ანანურის კომპლექსი უნიკალურია ქართული ეკლესიისათვის და მთელი საქართველოისთვის. გამორჩეულია ანანურის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც 80-იან წლებამდე იყო გაუქმებული, ძეგლად იყო ქცეული. ისე როგორც ჩვენი საკათედრო ეკლესია წილკნისა, ანანურის დარდი იყო ჩემი. თუ არც ერთი ტაძარი არ მოქმედებდა ეპარქიაში და ოცნებად ჰქონდა ქცეული, როდის ამოქმედებოდა წილკნის საკათედრო ტაძარი ღვთისმშობლისა და ანანურის ეს დიდებული ტაძარი. ღვთისმადლით ეს შესაძლებელი გახდა 88 წელს, კარგად მახსოვს, 21 ნოემბერს ვაკურთხეთ ღვთისმშობელი წილკნისა და
ანანურის ტაძარი ვაკურთხეთ 2 დღის შემდგომ 23 ნოემბერს გიორგობას დავამთხვიეთ. მოიხსენებათ ახლა მთაში მდებარეობს ანანურის ტაძარი და მთლიანთან დღესასწაული გიორგობასთან დაკავშირებული და ჩვენც ამ ეკლესიის კურთხევა მაინც რატომღაც ამ დღეს ვინებთ და აი იმ დღიდან უკვე ანანურის ღვთისმშობელმა დაიწყო მოქმედება. ახლა ანანურის ტაძარიცა და იქ არსებული ნაგებობებიც არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს არ იყო მარტო საეკლესიო ცენტრი ამ ხეობისათვის, აქედან იმართებოდა არაგვის ხეობა, რეზიდენცია იყო ერისთავებისა და ესენი აკონტროლებდნენ ჩრდილოეთსა და სამხრეთს. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის თავდაცვისათვის. განსაკუთრებით არაგვის საერისთავო გაწნიერდა მე-16 საუკუნეში. მაგრამ სამწუხაროდ დაბრკოლება შეიქმნა საქართველოსათვის, სამეფოსათვის, წინააღმდეგობაში მოვიდა ქართლის სამეფო ხელისუფლებასთან და ამას შედეგად მოყვა ის, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს ეს ერეკლეს მამის თეიმურაზის დროს არაგვის საერისთავო იქნა გაუქმებული. და ის სამეფო ხელისუფლებას იქნა დაქვემდებარებული. ახლა რატომ გავიხსენე ეს თვითონ ეს ღვთისმშობლის ტაძარი, ეს მარგალიტი არაგვის ხეობისა, არაგვის ერისთავების მიერ იქნა მე-17 საუკუნეში აგებული და აი ამის შემდგომ, როდესაც საერისთავო გაუქმდა, რაღაცნაირად აი მოიკლო ამ ღვთისმშობლის ტაძარმაც თითქოს აი მოაკლდა პატივი და პატრონობა მას ერისთავებისა. შემდეგ მძიმე დრო დადგა რუსების მმართველობა საქართველოში, ჩვეულებრივი რიგით ეკლესიად იქნა იგი გამოცხადებული და როგორც აი ვახუშტი ბრძანებს თავის თავისხევრებაში აქ არქიმანდრიტი იჯდა და იგი მართავდა აქაურ ეკლესიასა და შემოგარენს. მძიმე მდგომარეობა გაგრძელდა საბჭოურ პერიოდშიც. ანანური როგორც სხვა ჩვენი ეკლესიის სხვა ტაძრებიც ძეგლად იქნა გამოცხადებული და იქ ყველანაირი სულიერი ცხოვრება იყო მოშლილი. საოცარი სილამაზე აქვს ამ ხეობას, არაგვის ხეობას, მithumetes ამ კომპლექსს. მithumetes სამი ტაძარი არის ანანურში. უძველესი პანტელეიმონის სახელობის, კუნალის სახელობით ცნობილი, შემდეგ მე-16 ღვთაებისა და ბოლოს კიდე მე-17 კიდე ღვთისმშობლის მიძინებისა. მithumetes მთა არის, სამი ტაძარი არის, აქ კიდე წყალი არის და საოცარ ქმნის სილამაზეს. და იპყროს ადამიანების გასაგებია თვალს და ხედვას. აი თუ შეხედავთ თვითონ ტაძარს, თითოეულ ქვაში არის ჩადებული საოცარი მადლი. ესეთი გული ნაშენები არის, ეს იყო ნაშენები არის და მოფრთხილება უნდა ამ ტაძარს, გახარება უნდა, გათხოვა უნდა გამეგეთ ადამიანთა გულებისა და სულებისა. ანანური უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, თუმცა აქ ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. რაც შეეხება ანანურის ტოპონიმს, იყო ორი და ანა და ნურიო. და როდესაცო მტერი შემოესია, ეს ორი და აღმოჩნდა გარეთ, ანუ ეკლესიის გარეთ აღმოჩნდა, მტერს შემოეყარა და მტერმა რომ უთხრა რომ მიგვასწავლე გზაო, არა მათ გზა არ მიასწავლე, გზაკვალი აურიესო და მე რა თქმა უნდა მტერმა ისინი დახოცა და დედამისიო და ამით გადარჩაო სოფელმა გაიგო, სად იყო ერთი ესეთი ლეგენდაც არის, სოფელმა გაიგო და მე რა თქმა უნდა მოიძიეს და დედამისი დადიოდაო და ეძებდა თავშილებს და ეძახდა ანანური და აქედან გამომდინარეც დაერქვა. ანანურის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ მე-17-მე-18 საუკუნეებში კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა ხევსურული კოშკი, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. იგი მე-14 საუკუნით თარიღდება. პირამიდულ-სახურავიანი კოშკი მეტად ორიგინალურია და ამ მხარეში ერთადერთია. კოშკი 4 სართულიანია. იგი სადარაჯო ნაგებობას წარმოადგენდა. მისი ადგილმდებარეობა ისე მარჯვეთაა შერჩეული, რომ არაგვის ხეობაზე გამავალი მტერი თუ მოყვარე ამ ადგილს გზას ვერ აუქცევდა. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. პირველი ისტორიული ძეგლი ანანურში ეს არის ციტადელის ფორმის პირამიდული სახის კოშკი, რომელიც ადრინდელი შემონარჩენილი წყაროებით 4 სართულიანი იყო. მას გარედან შესასვლელი არ ჰქონდა და მიწიდან შესასვლელი 3 მეტრის სიმაღლეზე იყო. ანუ თოკის კიბით იყო ასასვლელი და ეს ძირითადად იყო მტრის შემოსევებისაგან თავდასაცავად და მისანიშნებლად და ზემოთა სართულები იყო ღია სარკმელებით და ფანჯრებით და დანარჩენი პატარა ვიწრო სარკმელებით. ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავანს გარეთ გადის. თარიღდება მე-14 საუკუნის მეორე ნახევრით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. ამის შემდეგ ქვევით ქვედა მხარეს ანანურის სოფლისთვის საჭირო იყო ტაძარი და სავარაუდოდ მე-13-მე-14 საუკუნეების ტაძარი არის კურნალ პანტელეიმონის სახელობის ცნობილით ტაძარი, რომელიც უდიდესი სასწაულებით იყო განთქმული და მრავალ სასწაულებრივ კურნებებს ახდენდა. აქედან მიექცია ყურადღება და შემდეგ, როდესაც ქსნისა და არაგვის ქსნის ერისთავებიდან განაყარიდან წარმოიშვა არაგვის საერისთავო, მათ მიაქციეს ყურადღება და მათ საზაფხულო რეზიდენციად იქნა გამოყენებული. ძირითადი მათი რეზიდენცია საცხოვრებელი ადგილი იყო დუშეთში. დუშეთიდან ანანურამდე მოკლე პირდაპირი ხაზით იყო დამაკავშირებელი და ძალიან სწრაფად უკავშირდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს და თანაც ამას სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა. ამის შემდეგ და ციხე-კოშკები და ნაგებობებით იქნა აშენებული არის, მათ საცხოვრებლად გამოყენებული არის 2 სართულიანი კვადრატული სტილის საცხოვრებელი სახლები, არის მრგვლოვანი ტიპის კოშკები 3 სართულიანი, არის კიდევ 7 სართულიანი შეუპოვარის სახელით ცნობილი კოშკები და არის კიდევ მრგვლოვანი კოშკები და სხვა პატარა კოშკებიც არის საცხოვრებელი სახლებად გამოყენებული, რომელიც მთლიანად გალავანში არის ჩართული. ეს ყველაფერი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული კიბეებით. ამგვარად კიბეებიდან გამომდინარე შენობიდან ჩამოსვლის საჭიროება არ იყო. გათვალისწინებული იყო ასევე წყლის საცავი, წყლის მარაგისათვის, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სასმელად, ასევე კომპლექსში განთავსებული აბანოებისათვის. წყალსაცავი ნაგებია დამუშავებული ქვით. ავსების სწორკუთხა, ისრული კამარით არის გადახურული. წყალი ეწოდებოდა ანანურს ზემო სოფლებიდან, ზემო დასახლებიდან, სავარაუდოდ ზევით იყო კვირიკეს სახელობის სამონასტრო დასახლებები. საიდანაც ეწოდებოდა თიხის მილებით იყო გამოყვანილი რძე და წყალი შემოდიოდა საჭიროების შემთხვევაში. როდესაც მათ ზევით გაყვანილი იქნა გზები, ზემოდან იქნა გაყვანილი გზები, მაშინ იქნა აღმოჩენილი თიხის მილები და რამაც დაადასტურა ეს ყველაფერი ისტორიული წყაროებით. წყალსაცავის წყალსატევების გაძლიერების მიზნით გათხრილი იქნა კიდევაც ქვევით იქნა დამატებითი გათხრილი წყალსაცავები და აგრეთვე იყო საიდუმლო გასასვლელები არაგზე, რომ მტრის შემოსევების დროს მთლიანად დაცული ყოფილიყო და შეუვალ ციხესიმაგრედ, აუღებელ ციხესიმაგრედ იქნა მიჩნეული. როდესაც ჭირდებოდა თუ საჭიროება მოითხოვდა, მთელი მოსახლეობა აფარებდა თავს ანანურში. ლეკთა შემოსევებისაგან თავდასაცავად, აგრეთვე მტრისგან თავდასაცავად. შუა კოშკის შეუპოვარი ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობაა. კოშკი თავდაპირველად 6 სართულიანი იყო. მოგვიანებით ორფერდა სახურავი მოხსნეს და კედლები აამაღლეს. კოშკი საცხოვრებელიცაა. ერთ ისტორიულ წყაროში წავიკითხე, რომ 1 საუკუნის განმავლობაში ანანურშიო იმალებოდა ანჩის ხატიო და შეიძლება მინიშნებითი სახელიც ღვთაება, ანუ ანჩის ხატი პირიქთისა, ანუ ღვთაებას ეწოდა. იგივეა, მართლაც იგივეა ეს ყველაფერი და მე-16 საუკუნეებში ეს ტაძარი მშენებლობა მთავრდებოდა და მე-16-მე-17 საუკუნეების არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომლის მშენებლობაც იწყება უკვე.
სამხედრო დანიშნულებიცაც იყო და როცა საჭიროება მოითხოვდა, მეფეებიც აქ აფარებდნენ, თავს ცნობილია როგორც ერეკლე მეორის აქ კრწანისის ომში დამარცხების შემდეგ აქ იყო და თავშესაფარი აქ იპოვა. ყველაზე დიდი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძრის შესასვლელში 19 სტრიქონიანი წარწერაა ამოტვიფრული, რომელიც გვამცნობს ეკლესიის მშენებლობის ამბავს. მე ბოქალ თუხუცესი ქაიხოსრო ბახსარაშვილი ამ დღიდან რაც შეიძლება გქონდა დღე და ღამე შეუსვენებლით მუშაობდით ტაძრის მშენებლობის დროსო. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, აშენებულია თლილი ქვის კვადრებით. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთ კედელზე სარკმლების ქვემოთ დღე განკითხვისა, ბურჯებზე წმინდანების, ხოლო პოლონებზე ასურელ მამათა გამოსახულებები. გამოსახულებებს ახლავს წარწერები. იასე წილკნელი, სტეფანე ხირსელი და სხვა. ჩრდილოეთ კედელზე გამოვლინდა წმინდა მხედრების დაზიანებული გამოსახულება. ტაძარს ამთავრებს მასიური გუმბათი. მის 16 წახნაგში მოთავსებულია ამდენივე სარკმელი. ფასადებთან შედარებით გუმბათის ყელი მარტივად არის დამუშავებული. ტაძრის კედელზე არის ერთ-ერთი ფრესკა გამოსახული, სხვათაშორის საოცარი ფრესკა არის განკითხვის სცენისა, სადაც გასაგებია გამოსახული არის სცენა, სადაც ადამიანებს განეკითხავენ ღვთის საჩინელ სამჟაროზე. ეს გასაგებია გარდაუვალია და ყველა ჩვენ მოგვილის. ეს შეხება მარადისობასთან, ამიტომ თითოეული ადამიანი ქრისტიანი უნდა ეცადოს ქრისტიანმა, რომ იცხოვროს ზნეობრივი ცხოვრებით, სულიერი ცხოვრებით, იაროს სამცხოვრებაში სიმდაბლეთ მორჩილებით და რას თქმა უნდა სასწაულება და იმედი ღვთის მოწყალებაზე. ამიტომ საჭირო არის, რომ ადამიანს გააჩნდეს შინაგანი სინანული და განცდა თავისი წოდების. სარკმლის ზემოთ გამოსახულია მაღალი მოჩუქურთმებული ჯვარი. იგი ორ ყუდებ გადასკვნილ გველიშაპზე დგას. ჯვრის მარჯვნივ განივი მკლავის ქვემოთ ვაზის რელიეფური გამოსახულებაა. სამხრეთი ფასადი სხვებზე მეტადაა მორთული. გვერდებზე კი დატოტვილი ვაზებია. იქვეა გამოქანდაკებული სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი. ფასადს ამკობს აგრეთვე ორი ლომის გამოსახულება. ეს ტაძარი არის ყველაზე მთავარი მოქმედი მიძინების ღვთისმშობლის სახელობისა. არის აგებული მე-17 საუკუნეში. ამ ტაძარში არის დაბრძანებული ასვენია მეტროპოლიტი დოსითეუსი, რომელიც შეირაცხა 2005 წელს. სხვათა შორის, სანამ შეირაცხებოდა, ჩემი მრევლი მუხრანელები აქ მსახურობდნენ, მუშაობდნენ პანტელეიმონის ტაძრის აღდგენაზე და ერთხელაც დამირეკეს, რომ მამაო თბილისში ცხოვრობდა, მთელი ანანური საერთოდ ჩამქრალია, გათიშული შუქებიო. მაშინ დროს მოხდა, სხვათა შორის საერთოდ გათიშვა საქართველოში, კავკასიიდან თუ რაღაც ესე ვთქვათ, გაითიშა გამეგეთ. და უკუნეთის სიბნელე. მაგრამ მამაო ტაძარი არის საოცრად გაჭახშახებულიო, განათებული რაღაც საოცარი სინათლითო. მიერეკავს ჩემი სტექაროსანი, ხლის ამჟამად ახლა მოძღვარი არის. დიახ. ჩემი სულიერი შვილი მამა დოსითეუსი და მე აბა რა გითხათ მე თბილისში ვარ, თქვენ აქ ახართ მეთქი და თუმცა მე ვიყიდე გაზეთის საპადაგოს უწყებანი. თუ წავიკითხე მე ამ დღეს კვირა დღეს გამეგეს შეირაცხა წმინდანად დოსითეუსი, რომელიც არის დასაფლავებული ამბიონის პირდაპირ. და დაეშვა გასაგებია ღვთის ნათელი. ტაძარში იყო საოცრად თუმე განათებული. შუაღამის უკუნის სიბნელეში. და ესეთი ხილული სასწაული მე რომ აღნიშნა სულ ყოველ მისაკ მუშაობდნენ ჩემი მრევლი მუხრანელები. შემდეგ გადაცემაში მოგითხრობთ თუ როგორ იკავებს ანანური თავის ღირსეულ ადგილს ერის სულიერ ცხოვრებაში და როგორ უბრუნდება მას ძველი მადლი და დიდება, რაც იმ სიყვარულითაა ნასაზრდოები, რომელიც ამ ეპარქიაში სუფევს.